გამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ მოსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. 2025 წლის ბოლო გადაცემაა ჩემთვის და მინდა რომ აი შევაჯამოთ ეს 2025 წელი და ამისთვის ვთხოვე ბატონ გოჩა ჯოჯუას ქრისტიან დემოკრატების თავკაცს რომ გაიწია ჩემთვის მეწყვილეობა ასე ვთქვათ. ხშირად ვკამათობთ მე და გოჩა და მიმაჩნია რომ ეს ნორმალურია. ისე გოჩა აფერუმ შენ და ბარაქალა რაც შენ შეგიძლია 1 საათის განმავლობაში მარტო ესაუბრო მაყურებელს და მსმენელს. სხვათა შორის ნინო აღნიშნე კიდევაც თქვი რომ ჩემთვის უფრო ბუნებრივ მდგომარეობაში ვიქნები, როდესაც ნინოსთან ერთად დავჯდები და ეს არ არის მეთქი ჩემთვის თლად ჩემთვის ბუნებრივი და არა ამას ნამდვილად უნდა ნერვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თან თემა არ გეწურება, ესე იგი პაუზებს არ აკეთებ. ძალიან კარგი. გოჩა თავდება 2025 წელი და ძალიან ძიმე წელი იყო, მინდა ვთქვა. მაინტერესებს აი შენი გადასახედიდან კარგი უფრო ბევრი ქონდა ამ წელს მე არ გულისხმობ რაღაც გარკვეული ჯგუფებისთვის, ხალხისთვის და საქართველოსთვის. თუ მაინც არ ყოფითი, არა პოზიტივი. რა არის ძნელია, ნინო, არის ისეთი მოდი ესე შევხედოთ, ხო? მოსახლეობა ხო რითი აფასებს, ჩვენც რითი ვაფასებთ. გვინდა თუ არ გვინდა? კი, თავარი არის შენი თავისუფლება, თავარი არის შენი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ გვინდა არ გვინდა ეკონომიკაზე ვართ ჩამოკიდებული სულ ყველა და ეკონომიკა განსაზღვრება, ხო? იმიტომ რომ მოდი ესე შევხედოთ, თუნდაც ღირსეული ცხოვრებისთვის რასაკვირველია, შეიძლება არც ტანსაცმელი არ აქონდეს ისეთი გეცვას, მაგრამ სუფთად იყო, კარგად იყო ჩაცმული, შეიძლება არც საჭმელი არ აქონდეს, შეიძლება სახლიც ისე მოწყობილი არ ქონდეს და ღირსეული ადამიანი ხარ და შენ ეს არ გაწუხებს, მაგრამ გარკვეულწილად როცა ოჯახთან ურთიერთობა, როცა სამეგობროსთან ურთიერთობა, შენს გინდა რომ ისე ცხოვრობდე, მე არ ვამბობ ძალიან გაშლილი ხელით, მაგრამ ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როდესაც პრობლემა ხდება, როდესაც ელემენტარულად გიჭირს ის რომ გადასახადი როგორ გადავიხადო კომუნალური, წამალი როგორ ვიყიდო, ასეთ სიტუაციაში როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ეს კარგი წელი იყო. ხო, თუმცა კიდევ ამბობ, არის რაღაცები, რაზეც შეიძლება თქვა, რომ მართლაც იმ არეულ მსოფლიოში ეს მარტო ჩვენ ხო კოლბაში არა ვარ, საქართველოს არ ცხოვრობს, რაღაც ცალკე, მათ რა ქვია. რაღაცნაირად გადავრჩით. ხო, ამ ყველაფერს ხო შეიძლება და უფრო ცუდი ვარიანტები განვითარებულიყო. თანაც მოდი ამასაც შევხედოთ, ქვეყნის შიგნით მდგომარეობასაც გადავრჩით ბევრ რაღაცაში, ცუდს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ცუდები გავლილი გვაქვს. იყო თუ არა სინამდვილეში რევოლუციური სიტუაცია და იყო თუ არა შანსი სამოქალაქო დაპირისპირების. თუ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსპირირებული. რა მნიშვნელობა ხანდახან ინსპირირებულიც ისე გაგექცევა? არა, იყო, ნამდვილად იყო. ანუ ბევრ რაღაცას რამაც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში რო არ აღმოჩნდა. განისწვერზე გავიარეთ. კი, ეს მომენტები ნამდვილად არის და მოდი თქვათ რა, მადლობა ღმერთს რომ 25 წელიწადი ასე თუ ისე ჩავათავეთ, ხო? ყოველგვარი კიდევ უფრო მეტი, იმის არ იყოს, ნურას დროს ნუიტყვი რა, იმას რომ ამაზე უარესი რა უნდა იყოს. უარესი შეიძლება და ბევრი რაღაცა ყოფილიყო, რაღაც ასე თუ ისე მოხერხდა და გავიარეთ, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ეს მარტო ამ ხელისუფლების დამსახურება, ხელისუფლებამ შეძლო, იმიტომ რომ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ხელისუფლებას ჰქონდა ამისი ყველანაირი ბერკეტი და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც განსაკუთრებით აი წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე დაწყებული ძალოვანი სტრუქტურების ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ამ კორუფციის მინისტრები, კი პრეზიდენტებიდან მოყოლებული და საერთოდ წარმოიდგინეთ თქვენ რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ადამიანები, რომელთაც სავსებით ენდობოდა ხო, ქართული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ ბიძინა ივანიშვილის კადრებია, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ ამბობდა, რომ ჩემს მიერ დანიშნული ადამიანები ფულს არ მოიპარავენ, რომ ჩემს მიერ დანიშნული ადამიანები მოღალატეები არასდროს არ უნდა ყოფილიყვნენ, აღმოჩნდა, რომ ეხლა მართლა იმისი არ იყოს, როცა უშიშროების მინისტრია ლაპარაკი, რომ ის ფულს აკეთებდა და თან რაღაც ერთი კონკრეტული ის არის აღებული, სადაც 1.5 მილიონი. ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს ის სამინისტრო არ არის, სადაც
ეკონომიკის სამინისტრო არ ნიშნავს პასუხისმგებლობა ნაკლებია, მაგრამ კორუფცია რო არ უნდა ხდებოდეს, ქვეყანა რო ამ სამინისტროზეა ლაპარაკი, ეს უკვე არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური დანაშაული. აქ დანაშაულის მე სამართლებრივად არ ვლაპარაკობ, შენ იურისტი ხარ და მე მარტო სამართლებრივ მე ამ შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობას ვამბობ, ხო? მორალური პასუხისმგებლობა არანაკლებად ეკისრება ხელისუფლებასაც და არა მხოლოდ ამ პირებს, იმიტომ რომ ეს აშკარად იყო, მაგრამ აი მე მიჩნდება რატომღაც კითხვის ნიშანი. იცი, როდესაც მე გავიგე რომ ის ოქროულობა რაც აჩვენეს, არაფერი არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოტანილი, სადღაც პოლიტიკური კითხვის ნიშნები მიჩნდება. არ ვიცი ხა სავსებით ლეგიტიმური, იმიტომ რომ ჩვენ თუ იმას გეთახმები, ნინო, თუ ამბობ იმას, რომ თუნდაც აი ჩემი ოჯახის იქ თუ რაღაცა ჩადება მოხდა, თუ დანარჩენი და ბევრი გვესმის, მე მარტო ჩემიდან არ ამოვდივარ, რომ თურმე იქ არასწორად იქ. რა ვიცი, მე ამ შემთხვევაში რამდენად არის სიმართლე იმაში, თუნდაც იმ დაჭერებში და თუნდაც იმ ასე ვთქვათ ბრალდებებში, რომელი ბრალდებებიც არის. თუ სხვაგან შეიძლება, აქაც შეიძლება, მე არ ვიცი, არ მინდა რომ ეგეც დავარღვიო. სამწუხაროა, რომ ეს ეჭვი ჩნდება. მე მაქვს მაგალითად ეს ეჭვი და ბევრი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ აი თუნდაც ის რატო ამდენი ხანი სად იყო ლილუაშვილი და რატო არ მოხდა მაშინ მისი დაკავება. ხო, რატო აი რაღაცა პოლიტიკური ხარ ახლა ჩვენ ვიცით უშიშროების სამსახური არის ინფორმაციის მატარებელი, ხომ? მე ძალაუნებურად მიჩნდება ეს კითხვები, იმიტომ რომ რაღაცა ისე მოხდა, იცი, სპონტანურად. აი, როგორ ხდება? უცბად დაიწყო კორუფციაზე ლაპარაკი. მე ნარკოტიკების ამოღებაზე. მაგრამ ჩვენ აი ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, ხო? მერაბრატიშვილმა დასვა ეს კითხვა და ვეთანხმები. ჩვენ არავის გვინახავს, საწავიდა მე ეს ნარკოტიკები. ეს უამრავი ნარკოტიკი საწავიდა. რო გვაჩვენებენ რომ ესე იგი მანქანით მიაქვთ და თურმე უნდა გაანადგურონ, შენ რო ანადგურებ ის გადაიღე, თუ ნამდვილად ანადგურებ. ესეც კითხვის არ ვიცი ხა ეს იურისტი რო არის, იმიტომ მაქვს ეს კითხვის ნიშნები თუ უკვე 87 წლიდან იმდენი რამე ვნახე რომ ძალაუნებურად მიჩნდება ხოლმე ანალოგიურ სიტუაციებში. ხო, იმიტომ რომ შენ წინაცხოვრებით იურისტი ხარ, მაგრამ ამის გარდა ჟურნალისტი და ჟურნალისტიც გაძლევს, ხო? ხა თავის თავად ჩდება იურიდიული თვალსაზრისით мотиваცია ხო სამართლებრივი რა ამ ხედვაში მუდმივად გაქვს мотиваცია მე შედეგი რა და შედეგს თუ ბოლომდე არ ხედავ კითხვის ნიშნები რა სამბერი რამე ნახე სადაც იყო პოლიტიკური სარჩული და მე კიდე ერთი რამ ირაკლი ღარიბაშვილზე მას ჰქონდა რაღაცა ფირმა ხო და არ შეიძლებოდა როგორც პრემიერ-მინისტრისთვის მან გადაუფორმა თავის ახლობელს არ ვიცი ხავის მე მგონი სიმამს აღარ მახსოვს და ამის გამო დაისაჯა ხო ის იღებდა მაინც მე ვსვამ კითხვას კი მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რო იყო თავის ეს მთელი ეს ბიზნესი ვიღაცას გადაუფორმა და მოგებას არ იღებდა პრემიერ-მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილი ამ თავის ბიზნესიდან და მოგებას ხო ესე ირაკლი ღარიბაშვილიც არ ერეოდა მართვაში მაგრამ მოგებას იღებდა და ბიძინა ივანიშვილი არ იღებდა აქ მენტალური მომენტი შემოდის ჩვენთან ხო იმიტომ რომ მე ერთხელ მოვყევი კიდევაც რომ ლიტვის იმაში ვიყავი სეიმში ერთ-ერთი მივლინების დროს სახელმწიფო იმაზე იყო ლაპარაკი და იქ იყო სხვათა შორის ეკონომიკის მინისტრიც ერთ-ერთი იმაზე და ნუ ამ კაც ლაპარაკში ჩეულებრივ როგორც ხდება ხოლმე ადამიანები ვართ და ამ კაცმა თქვა რომ აი მეორე წელიაო რა მინისტრი ვარო და ეხლა უკვე ბოლო ის მაქვს რა დაწერილი რომ ყველა ვარიანტში პირველივე წელს დავწერეო განცხადებაო რომ უნდა წავსულიყავიო და მეთქი რატო რა ეს რა დროს რომელი აი მე მის დროს დაახლოებით ალბათ 2006-7 წლებია რა ხო სააკაშვილის დროს და ვინ იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი არა იმაში რა ქვია ლიტვაზე იყო ლიტვის ეკონომიკა და მეთქი რატომ მეთქი რა და ბიზნესი მქონდა ბიზნესმენი ვიყავი ჯერ დეპუტატი გავხდიო თხოვესო პოლიტიკური ჯგუფი შეიკრიბა თხოვესო რომ დეპუტატი გავხდარიყავი ცნობილი სახე ხარ კარგი ბიზნესმენი ხარ და ასე მოვხდი პარლამენტიდან მე მოვხდი ეკონომიკის სამინისტროში და მე მეთქი ჩემ ბიზნეს დაიქცაო კაცო აბდექო და ჩემ ბიჭს გადავაბარეო როგორც წესიაო და დააქციაო რა მაგრამ მე ოჯახში ხომი ერთად ცხოვრობს მეთქი და არა ესე დიდია უკვე და ცალკე ცხოვრობსო მაგრამ და მეთქი კი მაგრამ არ ხვდებით ერთმანეთს ხო არ ხვდები მაგრამ მე რა უფლება მაქვს რომ ჩავერიო
ეკონომიკის მინისტრი ამბობს ბიზნესი დამექცა. ჩვენთან ეკონომიკის მინისტრი რო ხდები ბიზნეს მაშინ ეწყება. მაშინ აღმოჩნდება რომ ვისი ნათესავი, ცოლის ნათესავი ან ვიღაცა აღმოჩნდება დიდი ბიზნესმენი. ჩვენი დეპუტატები, ნახეთ ჩვენი დეპუტატებიდანაც ვინმე ვიცით ვის როგორ რანაირად არ არის გამორიცხული ხო? უბრალოდ აქ როგორი უფრო სისტემაა, იცით რომ ის რაც შეიძლება იუპიტერისთვის არ შეიძლება ხარისთვის. მე მიჩნდება, მე არ ვამტკიცებ, უბრალოდ მე ეჭვი მაქვს და კაია თუ ამ ეჭვს ვინმე გამიქარწყლებს, იმიტომ რომ არა ვარ ჩასაფრებული ამ შემთხვევაში. ერთადერთი ყველაზე დიდი პლუსი 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც ეს სამარცხვინო და საშინელი ომი დაიწყო, აქაც ყოველთვის ვამბობდი მაშინაც. მაშინ ეს პოპულარული არ იყო და დიდი ლანძღვის ობიექტი ხდებოდი. როცა შენ შვილს მომაკლეინებ, შენც ანალოგიური მკვლელი ხარ რა და მე ამ შემთხვევაში ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს რუსეთი არ არის პანსიონ ბლაგაროდნიხ ძივიც, რუსეთია, დათვია და როცა შენ მიდიხარ იმაზე რომ შენ შვილებს აკლეინებ, მაშინ პასუხისგებლობაც იკისრე და ეხლა უკვე მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს, რომ თურმე ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, ეს ვიღაცას აწყობდა. გეთახმები, ნუ მახსოვს იმ პერიოდისათვის სწორედაც რო ხშირად გქონდა ხოლმე, ჩვენც გქონია ამაზე საუბარი, მაშინ ადამიანებს რაღაც გარკვეული განწყობები ჰქონდა და მე ამ განწყობებით ხედავდნენ, რომ ყველაფერს მაგრამ ეს იმდენად ნათელი იყო გოჩა, რომ მე მიკვირდა რომ ამას ვერ ხვდებოდნენ და მე ეხლა როცა უკვე მართლა ხელის გულზე დაიდო, ეხლა ნინო, შენ ლოგიკიდან გამოდიხარ და იმიტომ შენ ხო ლოგიკურად აზროვნებდი და მე მესმის, იმიტომ ჩვენ მივეჩვიეთ ესე აზროვნებას და ლოგიკურად თuledით ის რასაც ეხლა ტრამპი ამბობს, ჩვენ ამას როდის ვამბობდით? ჯერ ომამდეც ვამბობდით, როცა მიდიოდა საუბარი ნატოსთან დაკავშირებით, რომ რატომ ვერ გახდება საქართველოს ნატოს წევრი და რატომ ვატყვილებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით მე სხვათა შორის იმაში მომივიდა კიდევაც მაშინ სააკაშვილის პარლამენტის დროს, რომ სხვა რამეს ამბობს მერკელი, მაშინ ის იყო რა ქვია გერმანიის ფედერალური კანცლერი და სხვა რამეს ამბობთ თქვენ ამბობთ რომ ჩვენ ახლა შევდივართ მერკელი ამბობს ნუ ვატყუებთ ამ ხალხს. ხო იმიტომ რომ რეალურად ფაქტორი რუსეთის, აი რასაც დღეს ამბობს და ტრამპი ამას ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მინდა. მე არ მინდა რუსმა მოიგო, ამერიკელმა მოიგო, მე არ მინდა პალესტინელმა მოიგო თუ მან ისრაელმა მოიგო. თუმცა ეხლა მაინც უნდა იქ პალესტინაში და ისრაელში მას ძალიან ესეთი სუბიექტური დამოკიდებულებები აქვს. მე მაპატე გაწყვეტნე, მაგრამ მე რაზე მინდა იცი გადმოვიტანო 2022 წლიდან ჩვენ რეალურად ვიყავით საშიშროების ქვეშ, რომ ომში ჩავმულიყავით და არა ნამდვილად იყო ეს და მაშინაც ვამბობდით რომ საქართველოს მაიხა უნდა დანისწორზე გაიაროს და ძალიან კარი თუ გიჟი ხელისუფლების გარდა და ჩვენ უბრალოდ მსგავსი სიტუაციები გქონია და ამიტომ გიჟის გარდა ახლა ამ ომში ახლა მართლა რამდენ დღიანი ომი უნდა ყოფილიყო ხო და მაგას ვამბობ ანუ ეს ყველაზე ესეთი ფუნდამენტალური სიკეთე რაც შეიძლება ხელისუფლებას ჩაუთვალოთ ამ წლის მიწრულს ის იყო რომ საქართველოს სიგიჟე არ გააკეთა ხო სიგიჟე რომ არ გააკეთეს ხო მაგრამ აი რა არიცი დღესაც რაღაც გარკვეული ნაწილისთვის ეს მომენტი რასაც შენ ამბობ დღემდე მუშაობს და ფიქრობს რომ არა ეს ხელისუფლება ანუ ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია ალტერნატივის მომენტს ვერ ხედავს მას შეიძლება არ მოსწონდეს ოცნება და პირდაპირ გეუბნება რომ მე არ მომწონს ოცნება მაგრამ აი სწორედ ამ მაგრამში იწყება მე ყველაფერი. მაგრამ ისინი ვინც, ანუ ალტერნატივად ამდენი ხნის მანძილზე, სხვათა შორის საინტერესოა. ლილუაშვილს რასაც აბრალებენ ერთ-ერთი მომენტი არის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც ამობენ, არის რომ აფინანსებდა იმ ტელევიზიებს და ამდენი სწორეს აკეთებდა. იმიტომ რომ თუ ის ოცნების ის იყო უშიშროების მინისტრის, ისინი უნდა დაეფინანსებინა. ისინი რასაც ლაპარაკობდნენ, გახსოვს შენ. ომი იყოს ომი, აბა როცა უკრაინას მეორე ფრონტი არ უნდა გავხსნათ, აბა ჩვეულებრივად ამბობდნენ ასეთ რაღაცას. ასეთ მშვიდობას ის ხუმარების ჩამოყრადობია. იყო ეს ადამიანები დღეს ჩუმად არიან. გახსოვს შენ იწყებოდა კიდევაც იმითი რომ ახლა პუტინი ახო ვერ გაისვრის კაცო ატომურ ბომბს და ეხლა კარგი მომენტი ამას ხელიდან როგორ უშვებს ეს ხელისუფლება. ასეთი რაღაცების ლაპარაკის დროს ამ ადამიანებს გაუჩნდათ კაცო ის მომენტი ნამდვილად რასაც შენ ამბობ რომ კაი ესენი არ ვარგა. დავიქეცით ეკონომიკურად გარბის მართლაც აქედან ამას ყველა გძნობს. აგერ მიწებსაც კი ყიდიან ყველა მაგრამ ალტერნატივას ფიქრობს კი მაგრამ რა არის?
და ჩვენ ამ ხალხსკენ უნდა დავაბრალოთ ალტერნატივას, ისინი რატომ ვერ ხედავენ? მართლაც ვერ შევძელით იმის შეთავაზება, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნება არ იქნება და ქართული ოცნება კი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, სხვათა შორის სააკაშვილიც აკეთებდა ესე. ჩვენ კი ცუდები ვართ, მაგრამ სხვა ვინ არის? ხო. აი ნახე მაშინ მოდი ესე დავყოთ. აქეთ ხარეს მე არ ვუწოდებ ყველას ნაციონალებს. ჩემთვის ისინი ცუდი სიტყვა ეს ლიბერასტი, მაგრამ კარგად შინაარსობრივად ყველას ესმის, ხო? სტიმოაშორე ლიბერალი თქვი და ხო და ლიბერალი ხა ლიბერალი ჯავჯავაძის ლიბერალი თავისი შემწყე ლიბერალი ხარ და მეც გარკვეულწილად მაგრამ აი მოდი ბუდისტ მოვიხდი, მაგრამ მოდი ვიხმარე ხა ამ სიტყვას. იქითკენ ლიბერასტები აქეთკენ ქართული ოცნება და შუა რომელიც გაკრიფა ბიძინა ივანიშვილმა ასათვისებელია და ჩვენ მაგალითად მე მიმაჩნია რომ ძალიან ძნელი იქნება, ძალიან რთული იქნება. არა არ არსებობს ამისი როგორ გითხრა რაღაცა გეგმა რომ მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ უნდა შევავსოთ ეს, იმიტომ რომ ერთიც მიუღებელია ჩემნაირი ადამიანისთვის მაგალითად და მეორეც. და ის რომ ჩვენ ვერ კი ხელს გვიშლის ხელისუფლება მაქსიმალურად, მაგრამ იცი იდეა ისეთი რამეა რომ ჩვენ ეს იდეა ისე უნდა მივაწოდოთ ადამიანებს, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, არავით არის ლიბერასტები, არავით არის ეს ოცნება, არამედ საქართველოს ხვალინდელი დღე. დღეს ლაპარაკია ერის გადარჩენაზე, ისეთი დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს და საქართველოს მიწაწყლის შენარჩუნებაზე, ხო? გეთახმებენ ნინო ოღონდ ამოცანა რომელსაც შენ ამობ ერთი რთული გადასახვედია და თან არის მოდი ესეთი მომენტი ამ ნაწილში როგორ შევთანხმდებით არ ვიცი ხმა მაღლა ვფიქრობ და შენთან ერთად გავდივარ და მოსახლეობის ის ნაწილიც რომელიც გვიყურებს დღესდღეობით საკითხი ასე დგას ერთხარეს არის კი ბატონო ის ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები რომლებიც შიგნით დაყოფილები არიან და ყველა ვხედავთ ამათ ეს არ არის ნაცი არა ეს არის არქაიზმია ის კი არა იქ ადამიანების დიდი ნაწილი საერთოდ აღარ აინტერესებს ეს სიტყვა არც ნაცი არც მიშა მაგრამ ნუ არის ლიბერალური მიმდინარეობა მათ ეს აერთიანებს კი აერთიანებს და მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ რას კატასტროფას აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე რომ ქართული ოცნება არც კონსერვატიული არ არის სინამდვილეში და საერთოდ სახელმწიფოებრიობის მომენტს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ასეთი სიტუაციით ეხლა სად გადის ის ხაზი რომელსაც შენ ამბობ დღეს გვაქვს და შეგვიძლია ამ ორში რაღაცა შუა იყოს თუ დღევანდელ სიტუაციაში დგას ასეთი მოცემულობა გვაქვს რომ ქართული ოცნება ჯერ ჩავანაცვლოთ იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ დემოგრაფიულად ვიღუპებით საქართველოს მიწაწყალს ვკარგავთ როგორ ანაცვლოთ საშიშროება აი და როგორ ანაცვლოთ აი თქვიფო და ამ ნაწილს ეგ მომენტი აქვს რომ შენ როგორც კი ითქვიფები და მაშინ ისინი ყლაპავენ მაშინ მას ურჩევნია საქართველოს ეს რატო იცი ნახე ჩვენი ამ მაგალითად ის ადამიანები რომლებიც უყურებენ ობიექტივს ჩვენი გულშემატკივრები არიან ჩვენი პოტენციური ამომრჩევლები არიან იმათთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ლიბერასტული ფრთა. ხო, თუმცა რა გაჩნდა, იცი, ნინო, აი მაპატიე არ გაწყვეტინებ, აი იქვე მინდა. გაჩნდა ერთი რამე, რომ რაღა დროს ის არის რა, რაღაცა ერთად დადგომა ხომ არ არის საჭირო. არაბულ მიწაზე ლიბერალი იქნება თუ ნაციც რომ იყოს, თუ სწორად აყენებს ამ საკითხს, ხო, რა მნიშვნელობა დადეკით ყველა ერთად ეს რა მნიშვნელობა, კაი ნახე რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, საიდან დაიწყო საქართველოს მიწაწყლის გაყიდვები, ხო? ვინ გაასხვისა დავით გარეჯი და როგორ იმართლებდა თავს ესო სამხედრო ინტერესი ჭირდებაო აზერბაიჯანს. საქართველოს ჩვენ დასამარცხინოთ სააკაშვილის. მაგის გარდა არის კიდევ სხვა მიწებიც არის. კი, არა, უამრავი, რაზეც სასაზღვროთარაშვილი რამდენი ხანია. კი, ანუ სასაზღვროზე როცა იმ პერიოდში დაიწყო. სასაზღვრო მიწებზეა ლაპარაკი, რომელიც ასე არის ჩვენს მეზობლებზე, რომლებთანაც ყველასთან დიდი პატივისცემით, მაგრამ ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვიჩინეთ თავს. ძალიან. ხო და აი რისი თქმა მინდა იცით, როდესაც ეს ყველაფერი იგივე განათლების პრობლემა, რაც ნუ ძალიან სერიოზული პრობლემა. აი ყველაფერი დაიწყო, გადინება ახალგაზრდების, აი ეს ბუჩქებში გახსოვს, მოწოდება რო იყო სააკაშვილის. საფუძველი ეგ იყო. ხო, ამან ჩაუყარა. ხო, აი ნახე, აი რისი თქმა უნდა, იქამდე მივალ. ნახე, ამიტომ მე იმ ადამიანებისგან არ მჯერა ალალად ამის გაპროტესტება. მე მიმაჩნია, რომ ეს თემა თუ აგორდება და ჩვენ უნდა ავაგოროთ ახლა ცუდი სიტყვაა, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემაა, თორე აგერ კობახიძე ამბობს, რომ აი ხო ხედავთ, არა, მან პარტნიორობა თუ გაგიცი არ გჯერა. ნახე, მან უკვე დამთავრდა ეს არაბული ისო. მას გონია რომ დამთავრდა, არ დამთავრდა.
რა თქმა უნდა, საქართველოს მიწაწყლის გაყიდვის წინააღმდეგ ყოველთვის როგორ შეიძლება დამთავრდეს? ხო, როგორ უნდა დამთავრდეს, ხო? აი მე გესმის აი ამაში ხო, მაგრამ უყურე პარტნიორს, აი შენ გეთანხმები და მოყვები ნინო, რომ ადამიანს რომელსაც თუნდაც გუშინ წინ შენიშნული ყავს რაღაც კარგ საქმეებში არ არის შენიშნული, მას როგორ უნდა ვენდო, როდესაც თქვა რაღაც საქმეზე მივდივარ და თან სამყაროს საცოცხლო ბრძოლა აკაც ეს ხელისუფლება გებრძვის. მას ეს ჭირდება ნახე манипуляციის. მაგრამ ინტერესების მომენტი თუ ემთხვევა, მე ამას რატომ ცხოვრებამ დაგვანახა, ისტორია გვასწავლის ამას, ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვა არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც ყველაზე ნაძირალა ადამიანიც კი, რომელსაც ბევრჯერ რაღაცა დღევანდელ სიტუაციაში თუ მისი ინტერესი და შენი ინტერესი რაღაცაში ემთხვევას ხომ არ ნიშნავს რომ ჩვენ ხვალ და ზეგაც ასე ვთქვათ ერთობლივ იმას გავაგრძელებთ. არის საკითხები, რაშიც შეიძლება ერთ მაგრამ შენ რატო ვიწყებ მაინც და მაინც ნახე ჩვენ დავიწყოთ და გავაგრძელოთ და თუ ვინმეს მოუნდება და იქნება გულწრფელი, იმიტომ რომ აი ამ იდეის, ხო, აი ამ ტკივილის манипуляციას ჩვენ არ ნაძირალას შეიძლება იყოს რამოდენიმე პიროვნება. არ შეიძლება იყოს ნაძირალა მთლიანად, თუნდაც ის ადამიანები, ამ ნაძირალას თუნდაც რაღაცის გამო მხარს უჭერენ. მე რატო ვარ ობიექტივში და რატო გულშემატკივრობ პატრიოტთა ალიანსს? იმიტომ რომ მას არანაირი სისხლიანი ცოდვა არ აკისრია. არანაირი მას საქართველოსთვის არაფერი არ დაუშვა და როცა ყოველ მეორე ოჯახში მაშინდელი აი მე რა მიკვირს იცი ვინც ახლა ისე რაღა დროს ნაცია მაგრამ კიდე რომ ნაცობენ როგორ ესე იგი თქვენ ამდენი დედის ტკივილს აბსოლუტურად იგნორირებას ვისი გულისთვის სააკაშვილის გულისთვის მე ეს არ მესმის არ გესმის შენ და ვერც გავიგე არც მინდა გავიგე მესმის არ ნიშნავს რომ ვეთანხმები მაგრამ არიან ადამიანები მაგალითად რომელიმე რაიონში მცხოვრები ადამიანი რომელმაც არ ქონდა გაზი არ ქონდა მისთვის იყო ოჯახის წევრის გარეთ გასვლა შეიძლება გარეთ გასვლის სახში არ შემოbrunებულიყო ამ ადამიანებისთვის სააკაშვილი აღიქმება რომ შუქიც არის გაზიც არის სახელმწიფო ჩამოყალიბდა ვიღაცები კი ბატონო არა ნახე სახელმწიფო ასე ხედავს სისხლით ჩამოყალიბდა გოჩა ესე რომ ხედავს აი სწორედ ეს არის სტალინსაც ამართლებს ადამიანები არა რომლებსაც სისხლი საჭირო იყო 30-იან წლებში 2017-ში ალბათ უნდა ანუ საჭირო იყო ეხა სააკაშუნა რაც სისხლი დაგვარა არა გოჩა აი სწორედ ესეთი საუბრები ხო აი ესეთ საუბრებს ერთი წუთი შეყავთ ეჭში ჩვენი მომხრეები უფრო ვიღაცა ფიქრობს რახან გოჩა ამას ამბობს ეს ნიშნავს რომ ხარს უჭერს ხო აი რატომ აძლევთ ჩვენს ნახე მაყურებელს ჩვენს მომხრეებს ამბებს კი ბატონო გეთანხმები ალბათ უნდა აუხსნო მე ხარს კი არ უჭერ მაგრამ მესმის თქო ისევე მესმის როგორც ვაპარაკობთ ამ თემაზე საერთოდ მოდი შევთანხმდეთ რომ შუა ჩვენ უნდა ეს გაკრეფილი შუა ჩვენ უნდა ავითვისოთ ეს საბრძოლოა ეს ძალიან რთულია ამიტომ დავანებოთ იქ ლიბერასტებსაც და ოცნებასაც ის რაც დაიწყო სააკაშვილმა 13 წლის განმავლობაში მშვენივრად მასქნა ქართულმა ოცნებამ განათლება უსამშობლოთაობები გაუზარდა საქართველოს არაფერი არ შეცვლილა მიწები იყიდება ეხლა კიდევ უფრო აუერესებს კაცო ეხლა ვითომ იმითი იმ მოტივით რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვაძლიერებო სინამდვილეში არჩევანის საშუალებას უკლავს სტუდენტს რომელსაც შეეძლო რომ მე მინდა კერძოში ჩავაბარებ და დაფინანსება კერძოშიც მექნება და იმაში არა ეუნება კერძოში თუ გინდა არ გექნება ერთს ჩაწერ გინდა სახელმწიფოში გექნება ანუ რეალურად კიდევ უფრო უარესისკენ წავიდა კიდე ერთი პრობლემა რაც შეეხება აი ამ რეფორმას სტუდენტებთან აბიტურიენტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ამბობს რომ მე არ მინდა ამდენი იურისტი და შენ რა იცი იქნებ მე მინდა იურისტობა და მე ისეთი იურისტი გამოვალ რომ 500 იურისტს ვაჯობებ ამას როგორ საზღვრავს სახელმწიფო ან მე არ მჭირდება ამდენი ეკონომისტი საერთოდ ასაღორძინებელია ინჟინერია გეოლოგია მშენებლობა საერთოდ ასაღორძინებელია უამრავი რამ არის და ნახე როგორც კი არაბიზაციას ჩვენ გაუწიეთ წინააღმდეგობა როგორც კი ხალხმა გამოთქვა ეს რომ საქართველოს მიწაწ იმიტომ რომ პატრიარქი თვითონ გვეუბნება საქართველოს მიწაწ არ იყიდება ნახეთ საშიშროება ნამდვილად იგრძნო ქართულმა ოცნებამ და ეხლა დაიწყო ხო და თან ნახე რაშია საქმე ჩვენ არასოდეს ქართველების სხვებისგან განსხვავებით ხო სხვა ხალხებისგან განსხვავებით სოციალურ პრობლემატიკაზე ქუჩაში არ გამოსულა და ეს ნამდვილად იყო დღის წესრიგში იმიტომ რომ ასე ცხოვრება цаრიელი მაცივრებით. იცი რა, როცა მე მარტო ვარ, მაგალითად და რაღაც თავს გავიტან, მაგრამ როცა მე მყავს შვილები,
შეუძლებელია სწავლა, განათლება, კვება, წამალი, რამდენი დაავადებებია Facebook-ში შესვლა მძარს პატარა ბავშვებს ელემენტარული წამლები არ აქვს და საშუალება არ აქვს და სახელმწიფო აბსოლუტურად იმპოტენტურად არის განწყობილი ასეთი სახელმწიფო ვაგიერ გამოდის და ამბობს ფერარის ცენტრი გაიხსნაო და ნახეთ წარმოიდგენდით ამასო რაღაც 5-10 წლის წინ რა ფერარის ცენტრი ბავშვებს შეერი მიკვდება აი ნახე რა შეასაქმე როდესაც მე რატო აღვნიშნე ომის არ დაწყება ეს იყო ძალიან ფუნდამენტალური გამარჯვება მოდი ნუ შევეცილებით რა ხელისუფლებას ნამდვილად ხო თუმცა მაინც ვიტყვი რომ ეს მათ ინტერესებში შედიოდა და უბრალოდ გადასარევით თანხმედრა იყო საქართველოს ქართული ხალხის და ხელისუფლების და ნუ აფერო მაგრამ აი ნახე რა შეასაქმე გოჩა რაც არ უნდა კარგი გააკეთო აი შე რომ მიშაზე ამბობს რაღაც სახელმწიფო მე არ გეთანხმები რატო და შეიძლება კარგი აკეთო და ერთი ისეთი ცუდი გააკეთო რომელიც სულ ჩაყლაპავს ამ შენ კარგ გაკეთებულს მიხეილ სააკაშვილის მიერ კარგი გაკეთებული არაფრად არ მიღირს იმიტომ რომ ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი ჩემთვის ყველაზე ღირებული და ფასეულია ნინო მე ვთქვი რომ მე იმათი მესმის ეს არ ნიშნავს არ გეთამბებეთ მოყვები მაგაში კაცო მე რატო წამოვედი მიშასგან მესამე თვესვე მომივიდა რა ქვია პრობლემური ის იყო იმიტომ ამ გზით მეთქი შენთვის ეს სტატისტიკაა იმ ადამიანებს გავყრე სამსახურიდან. ამათ დავიჭერეს ეს შეთვის სტატისტიკა და ეს თითოეული ადამიანის უკან ოჯახი დგას, თითოეული ადამიანი დგას, კაცო მეთქი რას ლაპარაკობ? ამაში როგორ უნდა წამოყვე? აი აქედან გამომდინარე თუ ის პატარა რაღაცა სიკეთეები იყო, არა, ეს სიკეთე კი არა, ფასი გადავიხადეთ, სისხლის ფასი გვა გადახდილი, კაცო იმაში რომ სახელმწიფო ხო შეიძლება და ნორმალურად ამ ყველაფერს გაკეთება, კაცო ამ სისხლის ფასად არ დამჯდარიყო ეს. მახსოვს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია, თუ უკვე აღარ იყო არ მახსოვს და ერთი ქალბატონი ჩამერთო ტელეფონით. მოკლეთო ესე იგიო შენი გული ვერ მოიგო ამ მიხეილ სააკაშვილმაო და იციო მე აიო გზა გამიყვანაო აქ სადღაც. ხო აი ესე ხედავი. აი ესეო და ქალბატონი მე ვთქვა რამდენი შვილი გყავთ? რამდენიო და სამიო? გოგოები თუ ბიჭები? ორი გოგო, ერთი ბიჭიო. მე ვთქარი ქალბატონო რომელ სართულზე ცხოვრობთ მეთქი და მეხუთეზო. მეხუთე სართულამდე გზა რო გაგიყვანოთ. და შვილები მოგიკლათ. და გაგიუპატიუროთ. თანახმა ხართ თქო? ჩემი შვილები, აბა სხვისმა შვილებმა რა დააშალოს. აი ეს არის, იცი, როცა შენ გტკივა, მარტო შენი კი არ უნდა გეტკინოს. აი ეს ტკივილი უნდა გაითავისო. და მე ხა ძალიან დიდ პატივს ვცემ და ყველა მიცის, ხო? დათო თარხან მოურავს. მაგრამ დათო ხა ჯვარი წერია და ეს გამორიცხულია. ყველა მიცის რომ უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს ხო დათო ირმა მაგრამ ხამად დაუშვათ გამორიცხულია უბრალოდ სამაგალითო მაგალითისთვის ვამ ესეთი რამები რო ჩაიდინონ რაზეა ლაპარაკი და რა თქმა უნდა ისინი ამას არ ჩაიდნენ და რაზეა ლაპარაკი აი ამიტომ ვამბობ და დღეს ამ მოცემულობით გამოსავალი ერთია ჩვენის ბიძინა ივანიშვილის მიერ შუა გაკრეფილი ჩვენ უნდა ავითვისოთ მოცემულობა ასეა ლიბერასტები ქართული ოცნება მოვიდა მე ვფიქრობ უფრო ეგ რასაც შენ ამბობ არის ხვალინდელი დღე კი ხვალინდელზე გეთანხმები რომ ეს სამუშაოა გასაკეთებელია მაგრამ ხვალინდელამდე არის დღევანდელიც და დღევანდელი ნიშნავს იმას რომ თუ ქართულ ოცნებას ჩვენ ასე ვაცალეთ და იმითი რა ქვია ფიქრით რომ იცი რა ლიბერასტების შიშით რასაც ქართული ოცნება ამას აკეთებს ეს საკმაოდ გეგმაზომიერად აკეთა ეხლა გვახსენა ამ კობახიძემ გუშინ იყო მგონი გადაცემა როცა ქონდა რომ თქვა რომ აი ალტინფო და პატრიოტები რომ ჩაერთნენ ამ იმაში როგორ უარდათ ეს ანუ რაზეა უყურესაუბარი ამ ხელისუფლებას რა პრობლემა აქვს მე მინდა ეს დავანახო ნებისმიერ იმ ქართული ოცნების და ამ შემთხვევაში ჩვენ მაყურებელთან შეიძლება რაღაცა ნაწილი უყურებს კიდევაც იმიტომ რომ და მადლობა მათ რომ უყურებენ მარტო იმედს არ უყურებენ ჩვენს გვიყურებენ მე მინდა ერთი რამე დავანახო აუ იმედი ძალიან ხო ის ცალკე სამყაროა მაგრამ მე პროპაგანდა ბოლშევიკური პროპაგანდა მე იმიტომ ვთავ და უყურებ იმიტომ რომ მაინტერესებს მე პროფესიიდან გამომდინარე ამიტომ ყველაზე გადავდივარ ხო და ერთ ხარესაც და ორი ცალკე სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობთ რა საინტერესო რაღაცა ხდება ჩვენ აქ ვცხოვრობთ შუაში და ორი სხვადასხვა საქართველოა აი მე მინდა რომ აი იმ მაყურებელს რომელიც ქართული ოცნების მიმართ მინიმუმ სიმპათიითაა შეიძლება თქვათ ბოლომდე არ მოსწონს მაგრამ მინიმუმ სიმპათიითაა დავანახო ერთი რამ რომ
ქართული ოცნების ის შემართება, რომელსაც ის ამბობს, ყველა მიმართულებით, რომ ყველგან მტერია. ანუ ალტინფოც მტერია, პატრიოტი მტერია, ის ლიბერალები ყველა მისი მტერია და თან სულ ყველა აგენტია, გესმის? აგენტი რას ნიშნავს? აგენტი ნიშნავს, რომ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელსაც ჩემთან მტრული დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ აგენტი ვისი აგენტები. ხო, ალბათ ჩვენ ვიცოდეთ მაინც, ხო შეიძლება გვითხრათ. ყველაფერს ერთად დავაბრალეს, კაცო. ბოლოს და ბოლოს. ჩვენ ყველაფერი ის კი არა გვითხრეს, რომ თურმე სხვა პარტიებსაც ვაფინანსებთ და იმაში ვართ, ხო? ეს სხვა პარტიებს კი არა. აი რაც ლიბერასტების ჩვენ აქედან გამომდინარე, ჩვენ აგენტი შეიძლება რუსებისაც ვიყოთ, ამერიკელებისაც, იმიტომ რომ ვაშინგტონში ხშირად დავდივართ, ასე რომ ყველას აგენტები ვართ, მოკლედ ჩვენ. და რატო მინდა რომ დავამთავრო? აგენტი რას ნიშნავს? აგენტი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეა. ანუ გამოდის, რომ მას ყველა სახელმწიფოსთან არავისთან დაწყებული მეზობლებიდან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან კიდე გაურკვეველია თითქოს, დანარჩენი ევროპასთან ხო პირდაპირ ყველა აგენტია, შტატებთან, რუსეთთანაც, იმიტომ რომ რუსეთთან ალტინფოს ამბობს, რომ რუსეთის აგენტები არის. შენ წარმოიდგინე, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ აყავს გარშემო არც ერთი პარტნიორი. მარტო ჰერაკლეა და გაუძლებს. ხო, მესმის. სულ მართალი რო იყოს, ნინო, მე ეს მინდა უთხრა. სულ მართალი რო იყოს, თავიდან ბოლომდე ყველაფერში. ქვეყნისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. ეხლაც კორუფციას ებრძვიან. თან კიდევ ამბობ, თუ კორუფციას ებრძვიან, რას ნიშნავს? პირველი პირები და სისტემაში არავინ არ აღმოჩნდა, კაცო, ეს ვერ გააკეთებ უბრალოდ. არა, მე პირველი პირები თუ კორუფციაში ჩაფლულები იყვნენ, ეს მათი პასუხისმგებლობა არასაკო ესენი რა სხვა გუნდი მოვიდა და შეცვალეს თუ რა იქ არ იყვნენ კაცო ესენს უკვე ანუ რატო გემამბობ ვიცი ვერ შეძლებენ ეს ნიშნავს ყველასთან მტრობა რაც არ უნდა გიყვარდეთ ქართული ოცნება და გვერდზე ედგათ რითი манипуლირებს ახლა ქართული ოცნება ნახე დღევანდელი ევროკავშირი რომელსაც მე წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირი ძალიან ცუდ ვარიანტს უწოდებდი ეხლა დაიწყეს თურმე ამათვისაც ეგეთი ყოფილა მე რომ ამბობდი რუსეთის და კრემლის აგენტი ვიყავი რაშია საქმე აი დღეს ეს იმდენად გამაღიზიანებელია და მე თვითონ შიგნით დედა აღარ აყავთ უკვე და აგერ ელოდებიან დღეს ღამე დაგვიანდა და ხვალდილით რა იქნება დამოკიდებულება ხო ძალიან ამიტომ მოდი აი შენასაც ამბობ ამ ხალხმა უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე რომ კი არ გადახტეს ერთიდან და ეს 180 გრადუსი მაგრამ როცა კაია კალას, ცუდია კალას, კაია რატო? ცუდია კალასია. ის ქალბატონი ისა, რა ქვია? ფონ დერ ლაიენი. ხო, ფონ დერ ლაიენი. ურსულა, ქალბატონი ურსულა. და ვიღაცები რო გამოდიან იქიდან და მეუბნებიან რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და რო ჩამოთვალეს რომ ეს დიდი გმირები არიან. ამითი манипуლირებს ძალიან კარგად ქართული ოცნება გეს. ხომ არა აღარ შველის, მაგრამ მაინც ნახე აი ნინო, აი მე მაგეთომ ეს ნაწილი გაიარა უკვე ამატარებელმა. აქამდე მაგას ქმნიდა და ამბობდა რომ აი ესენი სულ ყველა არიან ნაცები, იმიტომ რომ ამათ სულ ყველას აქვთ ერთი პატრონი ყავდა ეს. დღეს ეს მომენტი, როცა შენ ამას ამბობ და რაღაცით ეს თუ არ დააბალანსე ხო, სხვაგვარად დააბალანსებთან კიდევ უფრო უარესი სიტუაცია. და თან არაბული მიწების გაყიდვით კაცო. ო, არა ეს. ვისი ვისი ინვესტიციებზე მელაპარაკები, თუ ისინი არ გვინდა ცუდები ყოფილან, იმიტომ რომ რაღაც სინამდვილეში ცუდები არიან მათთვის, იმიტომ რომ ეუბნებიან რომ ქვეყანაში ესეთი მართვა არ შეიძლება. მესმის. ასე გაყალბება არ შეიძლება. არ შეიძლება. და აქედან გამომდინარე, როცა შენ ყველას ებრძვი მე ბიჭო ქართული ოცნების ადამიანებს გეუბნებით სულ გამსახურდია რომელსაც მართლა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა კაცმა გაანთავისუფლა პირველი საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტი მანაც კი როდესაც დაპირისპირება დაიწყო ორ ძალასთან ერთად მოუწია ის რომ დაამხეს რაც არ უნდა იძახო მე აგენტებმა დაამხეს პუტჩი იყო ამასაც თუ ყველასთან ერთად დაიწყო ბრძოლა ვეუბნები და დამთავრდება ეს ფორმას მოუძებნია. საერთოდ საძინებელ ოთახში არიან შესული მისი ნინო, ერთიც და მეორეც. შტატებიც, იმიტომ რომ მისი დაცვის წევრი პოლიტიკურ თავშესაფარისღებულობს და შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი რა ქვია, უშიშროების მინისტრი თურმე კორუფციონერები ყოფილან და ქვეყანას ანუ გახვრეტილია, ხო? ასეთ მდგომარეობაში ეს კაცი ყველა რომ მთელი საქართველო რო დაუდგეთ. მე და შენც ახლა აქედან რო წავიდეთ და დაცვად დაუდგეთ. არ ეშველება ნინო. მესმის თავია გასანძრები ამიტომ თვითონ უნდა ნახე რა არის
მაგალითად ირაკლი ყობახიძეები და მდინარაძეები ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდ ვითარებაში ჩააგდეთ. კი, უკვე არის. კი, მაგრამ ნახე, ესეც მათი არჩევანია. ამიტომ ვამბობ, რომ ეხლა არის ყველაზე ისეთი იდეალური დრო, რომ აი ეს შუა ჩვენ ავითვისოთ. კი ბატონო. უნდა ეს ძალიან მეშინასაც ამო მიგიხვდი. ანუ ძალიან ადამიანები ეგ მაინც გაიგონ რომ ის მართლა რეალური საქართველოს ინტერესების გატარება ოღონდ არა იმითი რომ ვიღაცებს არც იმას ლილიპუტინს რო ეძახდი და იმას რა ქვია ჟანგიან ტანკებს ყოფას უტირებო როგორც სისულელე იყო და არ შეიძლებოდა რუსეთთან ასე დაპირისპირებაში შესვლა ასევე არ შეიძლება შესვლა დაპირისპირებაში ამ გლობალურ დასავლეთთან ამ ფორმით ნინო რომ აგენტები ეძახო ეხა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა სოფლიოში ნახე რითი სარგებლობენ ესენი სოფლიოში თავისთავად ძალიან ცუდი ვითარება მაგალითად ეს მანიკაშაა ხო და ისე რომ დღეს არცალიათ მისთვის ხო რა და ეს შენიმათ იციან ირაკლი ყობახიძე ხვალ რომ მოიცლიან თავდება ხვალე მოვიდა უკვე ამიტომ ნახე ჩვენ ვისაუბრეთ ხო იქითკენ ლიბერალისტები არიან აქეთკენ ქართული ოცნება ჩვენ გვაქვს პრეტენზია ვიბრძოლოთ კი ბატონო და დავანახოთ ადამიანებს კი ამას რასაც ვამბობთ ჩვენ არც ისინი ჩვენ გვინდა ქართული სახელმწიფო და არც ქართული ოცნება ჩვენთვის არის იდეა სამშობლოს იდეა საქართველოა გადასარჩენი და ეხლა ძალიან ცოტა დრო დარჩა და აუცილებლად მინდა ვთქვა აი ვიღაცა გოგონა არ ვიცი მეყანძიშვილი არ ვიცი ვინ არის ხო აი რაღაცა აი კიკიმარა გამოვიდა და თქვა რომ ზუსტად იცის რომ დავით არხამეურავი და ირმა ინაშვილი და ეს გასაგებია ახლა ჩვენ არ გვიკვირს ხო მაგათგან მაგრამ მე რა გამიკვირდა იცი რომ აი ესე უაპელაციოდ ვიღაცა ქალმა რაღაცა ტუტრუცანა გააკეთა ანუ ჩვენ იმ ქალს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ის ქალი სინამდვილეში სწორედ იმიტომაც ათქმევინეს რომ მე ამას ესე თქვა თორე ეს უაპელაციოდ ნახე და უკვე იმედის და პოსტივის საინფორმაციო ანუ მათ ჭირდებოდათ ამ ფორმით ესე იგი ის ეხლა მე რო რაღაცა ვთქვათ ეხლა მე და შენ რა ვიღაცაზე და მე ატყდეს ერთი ამბავი არა ჩვენ პასუხს გვაგებინებენ და ვიღაცა იცი რა არა ჯერ ამ ხელა ქალი რო ხარ ცოტა არა იმას ათქმევინეს ნინო აბა ისე შემთხვევით მოხდა ეგა შენ ეგრევე ჯერა რომ ვიღაცა ქალმა იმას უთხრეს აბა ხო და ისე უზნეობაზე მოდი ჩვენ ერთ რამეში შევთანხმდეთ რა ჩვენ აღარა გვაქვს იმის დრო რომ უზნაობებზე ხელი ვაწეროთ და თუ მოვაწერთ უზნაობას ხელს უზნეონი ვიქნებით ჩვენ თვითონ და ეს პასუხისგებლობა რა ხელისუფლება მათქმეინე თუნდაც ყობახიძეზე რაღაცა ისეთი რაც ესეთი სისულელე არ ვიტყვი არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი რაც არ უნდა შემოვიდეს იმიტომ რომ ადამიანზე თქვა ისეთი რამე შენზე გადმოდის ეს იგივე მიხეილ სააკაშვილზე რაღაცა ტყუილი მათქმეინე არ ვიტყვი რა ამიტომაც არის იმ ადამიანებმა თქვეს გეგმა ზომიერად დაგეგმილი და გაუჩდით საფრთხეთ ამ ხელისუფლებამ რასაც შენ ამბობ შენ გონი ისინი ვერ გძნობენ ამას იმათთან მოგვარებული აქვთ ეგ ამბავი ამას როგორ ძნობენ გახდა პრობლემა ხო და სწორედ გოჩა ეხლა რომ ხო ის თემა მორჩე რომ აი სასაცილოა და ვაიშენს პატრონს ქართულო ოცნება თუ ესე შეგილია ვიღაცის ნათქვამზე შენი საინფორმაციო ისინი ააგო აი მართლა ძალიან მეცინება რა ძალიან მართლა ძალიან საწოდავები არიან ეს ერთი და მეორე ნახე ეხლა ეს ხალხზე შეწუხება და პროდუქტებზე ფასების დაწევა და წამლებზე როგორ ფიქრობ რამ განაპირობა რა აქამდე არ იცოდნენ რა მდგომარეობაში ვიყავით აი სწორედ არაბიზაციის აი ამ საშიშროებამ წარმოქმნა რომ ეს მაინც ცოტა თან რა არის დაპირება გესმის და რაღაცა ნაწილზე მოქმედებს ეგა ხო აპატეებენ კაცო არაბები ოღონდ აი 200 ლარი მოგცეს რა ქვია და ან ცოტა ის თუ დააყოლო კი ბატონო ვაპატეებ რომელი კომედია რუსული ბუძიმჟდად ხო მაგრამ ნახე რა შეასაქმე უკვე ყველას უნდა უთხრათ გოჩა რომ სამშობლო გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე ძეხვი კი ეთანხმები და კარგი არ უნდა მაგრამ ნუ ახლა მაგრამ ვისაც შვილები ყავს და ვისაც წამალი მესმის მაგრამ მიიღე იმისგან და სამშობლო დაიცავე რა და გეტყვი ერთ რამესაც მაგრამ ერთი რამე ჩვენ ხო მათ რას ვეუბნებით ჩვენ ხო სინამდვილეში რამდენჯერ გვითქვი ამაზე ალტერნატივას თავაზობთ ესე კი არა რომ მითი სუსმა ფასები და არეგულიროს ჩვენ თავაზობთ რეალურ ალტერნატივას როგორ უნდა განვითარდეს მცირე მეწარმეობა ოჯახებს როგორ უნდა კონდეთ წარმოება ეს არის პროგრამები რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ამის საშუალებას და მიცემას რა თქმა უნდა გოჩა და გიმეორებ ამ თემის წამოწევა განაპირობა რა მიცი იმიტომ რომ არაბიზაციაზე დაინახეს რომ ხალხისთვის ეს სულ ერთი არ არის მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია
წამოწიონ, გააკეთონ, ბუძიმჟდაც. კი, მაგრამ ვაქტორით არ ხდება ეგა. სამწუხაროდ, თორე ძალიან კარგი, თუნდაც ერთ მოქალაქეს თუ რაღაცა შეღავათი ექნება, მაგრამ იმ მოქალაქეს მინდა ვთხოვო. ამ შეღავათის მიუხედავად საქართველოს უარს ნუიტყო. არა, უარს კი არა, კაცო, იმ ადამიანს სინამდვილეში შევუქმნით რა, მე ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვინდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანს რეალურად მათხოვარი კი არ იყოს. თავისი კონდეს, რა ქვია, აი ის ყველაზე დიდი უფლება, ღირსეული ცხოვრების უფლება კონდეს, რომ ოჯახო ბიზნესი კონდეს, რომ მას კონდეს ნორმალური საბანკო სისტემაში, თავიდან შესაძლებელია ხო ყველაფერი ადამიანებს ხონდა მისცეს საშუალება. ეს კანონი გოჩა, რომელიც სამართლინოთ მიიღო, მართლა სამართლინოა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უთხრათ საჩავატაროთ ჩვენი პროტესტი, განაპირობა არაბიზაციის და არა, აი კაცი რო დარბოდა ქუჩაში და არაბიზაციის პრობლემა. ჩვენ იმათ თვითქოს იმათ ვებრძვდა, სინამდვილეში ჩვენ ვებრძვია. რა თქმა უნდა. ამაზეა ლაპარაკი. ამიტომ აი მთავრდება ჩვენი გადაცემა, ამიტომ 26 წელი მოდის. კი ბატონო, და ღმერთ მაგნას ამ პრობლემებზე 26-ში ნაკლებად გველაპარაკოს და ბევრი ყოფილიყოს ის მოქმედება, რასაც შენ ამბობ, რომ მე მართლაც დავანახოთ რა 26-ში დავიწყოთ მოქმედება და დაინახოს ამ ხელისუფლებამ, რომ ისინი კი არა. ადამიანები მოდიან, რომელთაც მართლაც სახელმწიფოს გაკეთება უნდათ, მაგრამ იმათთან თანაცხოვრება რომ მოგვიწევს ეგ არჩეულებრივია. და არ დავიჭერ ტროტუარზე იმასაც და იმას რა ვქო პირბადის გამო და ქიმიური იმას არ მიასხავ, აი ეს ხო ჩაულებრივი რამეა. ხო, ქიმიურზეც ეხა დრო არ არის. რისი თქმა მინდა? მე მინდა ვუსურვო ჩემ თავს, შენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს ჩვენსას, ხო, თითოეულ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, არა ქართველს, რომ ჩვენ დაგვეცვას ჩვენი სამშობლო და ამისთვის ჩვენ უნდა ნამდვილად უნდა რაღაც ვიბრძოლოთ და უკვე ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ. ნუ გონია ხელისუფლებას რომ ეხლა ჩავარდა არაბიზაციის თემა და უიმე ტას დაგიკრავთ ეხლა ჩემ სამშობლოს და წყალს რომ ყიდით. არ არის ესე. აი ხარ. დიდი მადლობა ნახვამდის და გილოცავ მომავალ შობა ახალ. მე ცოტა ხანში დაბრუნდები ეთერში დროებით.